გამარჯობათ, როგორც დაგბერდით, გადავდივართ მეორე თემაზე. ისევ ბატონ ზალქს აქვს რამდენიმე შეკითხვა. ბატონო გიო, საუბრობთ ჩვენს ჰომეოპათიას. იყო გერმანელი მეცნიერი, რომელსაც ასე ვთქვათ, თავი მოუყარა ჰომეოპათიის მოსწრაფია. ერთად ყველაფერს, მაგრამ მანამდე ქართველების გაცილებით ადრე იყო თქვენი დიდი წინაპარი ზაზა ფანასკერტელი. ამის შესახებ გვესაუბრეთ. ეცეთ რა არის? ჰომეოპათია რას ნიშნავს და ესეთ რა? დავიცოთ ალბათ გიპოკრატიდან. უფრო იმიტომ კი გიპოკრატმა უკვე იყენებდა ამ მეთოდს. გიპოკრატი. რომელიც ეს მეთოდი როგორც ერთ-ერთი ნაწილი შედიოდა სხვა მეთოდებშიც. დიახ. და ეს გადადიოდა თაობიდან თაობებში. მე-15-ე რაც ისტორია იცის, რაც დამტკიცებულია, აღწერილი არის. მე-15-ე საუკუნეს ფართოდ ხმარობდნენ უკვე ამ მეთოდს. გაფართოვდა და მოვიდა უკვე ევროპას და სხვა ქვეყნებს. და პარაცელსმა ხმარობდა და მაგის გარშემო ექიმებიც ვინც იყვნენ, ისინი ხმარობდნენ ილეთებს ამ მეთოდიდან. მაგრამ მაშინ დასახელება ამ მეთოდს არ ქონდა, ცალკე მედიცინა ერქვა, მაგრამ მაინც პარაცელსმა აიღო და დაარქვა მაგას სიმპათია. სიმპათია. კი, იმიტომ რომ სიმპათიური საშუალებით კურნავს სიმპათიურ დაავადებას. ცოტათი კურნავს ბევრს. კი. დაავადებოდა უნდა იყოს სიმპათიური, то есть აქედან გამომდინარე თქვა თუ რომელიმე შხამი იწევს რაღაცა გარკვეულ თქვათ მოქმედებას ორგანიზმში და ეს ჩანს ხო რა პროცესები მიმდინარეობს აქედან გამომდინარე ეს შხამი აი ამ პროცესებს კურნავს იმიტომ დაარქვა სიმპათია და მე-18 საუკუნეში განემანმა ეს ინფორმაცია დააბრუნა კი და დაარქვა გომეოპათია. მე არ ვეთანხმები ამ დასახელებას, იმიტომ რომ ეს არ ნიშნავს ადამიანის კურნალობა. იმიტომ რომ მე წინა გადაცემაში სიტყვით შეგეშინდება ადამიანს. თვითონ ფაქტი, იცით არასწორი დასკვნა ადამიანის კურნალობა. წინა გადაცემაში ჩვენ ვამბობდით სცენარზე, ცხოველზე ეს არ არის ადამიანი, ხო, значит, გამოდის რომ სიმპათია ბევრად უფრო სწორი დასახელება არის და არც ის შეიცავს მთლიანად თქვათ იმ არს რასაც აკეთებს გომეოპათია. დავარქვათ გომეოპათია, ახლა ქვია ჰომეოპათია და რომ ერთმანეთის გაგება გქონდეს რაზე ვლაპარაკობთ. მაგრამ ფაქტია რომ ეს მეთოდი გაამართლა და მე არ მეშინია მაგის თქმა და ერთ-ერთ გადაცემაში ვთქვი რომ მთელი დედამიწა დღევანდელ დღეს უკვე ამ საშუალებით იმ თქვათ კომპიუტერი იქნება თუ რაღაცა სხვა საშუალება რაც მიაღწია ადამიანობა გადავა ამ მეთოდზე აღარ დაჭირდება ეს უამრავი წამალი რასაც დღეს ადამიანი ღებულობს იმიტომ რომ ამ წამლის ფუნქციას შეასრულებს ისევ ეს გარკვეული ტალღა. ბატონო გიახლა რაღაც ჰომეოპათიას ჩამოშეგებოდი შეაწყვილე. როცა ჩვენ მოდიოდით ორი ზარი განხორციელდა თქვენთან. და როგორც მე თქვენ კითხეთ და თქვენ ბზარით მესწრაფ ორივე განხორციელდა ადამიანებისგან რომელთა ასე ვთქვათ ახლობლებით დაავადებული არიან კიბოთი. კი. ასე მათ უხეშად იყო. ეცეთ ორივე ზარი განხორციელდა საქართველოს ფარგლებს გარეთ. და თქვენ მე მოусმინე რომ ასეთი რამ მოთხარით ქალბატონი რეკავდა რომ 10 წვეთი 200 გრამ წყალში გახსენით და გააგრძელებით ამის მიღება. და მე როცა კითხეთ თქვენთვის რომ ეს იყო ადამიანი რომელიც ფაქტობრივად მეოთხე სტადიაშია. და რამდენიმე ხანი რაც დაიწყო ამ კაცმა სოციალურ შეუმბრუნება. ამის შესახებ უფრო ზუსტად რო გითხრათ. რაც მე ამის წინა ვთქვი, ხო, რაღაცა გარკვეული ზოგადად დავარქვათ შხამი, რომელიც იწევს კიბოს, აი ეს შხამით ადამიანს რომ უკურნალო, აი ამ კიბოს უჯრედებს გაანადგურებს
შეაჩერებს მაგაც ზრდას. ეგ კანონზომიერია, იცით, ვისაც არ აღჯერა, რომ ესე არის, მე შემიძლია ცდა გავაკეთო მაგიდაზე და ნებისმიერი ზოგადად ეს წავიკითხოთ თქვენი როგორც ექსპერტის მოსაზრება მის შესახებ სოციალურ ქსელში და სუსტად იგივეს ბრძანებთ იქაც თქვენ. იცით, მაგას ვერ გაიქცევი. ეგ პრინციპია. სხვანაირად მაგას ვერ გამოიყენა. ანუ შეხავთ ეს და დაავადება და ებრძვის დაავადება. იცით, შპიონი შედის, ჩვენ შეგვიძლია აგენტივი შედის. კი, ნემსის სახით მივაწოდოთ, ჩვენ შეგვიძლია წვეთის სახით, ჩვენ შეგვიძლია კანზეც წავუსვათ. უბრალოდ თვითონ პრინციპი, თქვათ, აი ამ წამლის დამზადების დროს ადამიანის პაციენტის ფსიქოლოგია ექსლოპერი იწევს ზოგადად იმას, რომ ჩვენ მაინც ამოვირჩიეთ რაღაცა გარკვეული გზა და ვკურნავთ ხალხს უმეტეს შემთხვევაში აი ამ თუ არა სიცოცხლესაც უხანგრძლივთ. ნუ ეს უკვე კანონზომიერია, რადგანაც რაც ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ პირდაპირ თქვათ სცენარეზე, რომელიც ერთწლიანია და რო დავასხავთ აი ამ თქვათ ხსნარს და ის 2 წელიწადი იცოცხლებს, გამოდის რომ იგივე ხდება ორგანიზმში. როგორც კაკალიც ჩვენ წინა გასამაში ვახსენეთ ამ შესახებ საჩხერეში. როგორც ორგანიზმში და უამრავი ცდები მას აკეთებული, გადაღებულიც გვაქვს, ალბათ ჩვენ მომავალში მას ვანახებთ და ამით ვამტკიცებთ, რომ ეგ რასაც ჩვენ ახლა ვამბობთ და რასაც თქვა გულისხმობ, ჭეშმარიტია. ჭეშმარიტია, მთავარია ამ შემთხვევაში პროფესიონალიზმი, რომ სწორად ამოვარჩიო ის ნივთიერება, რომელიც თქვა აი ამ პიროვნებას ამ შემთხვევაში უხდება. აი ახლა თქვენ ბრძანეთ მეოთხე სტადიის კიბოზე. მე რაღაც ყური მოვკარიქ. ეგ ძალიან საინტერესო თემა არის. მაგის თქმა ახლა მე არ შემიძლია რომ ვიქოთ, იმიტომ კი არა რომ ტაბუ არის ამ უბრალოდ არ დამიჯერებთ და არ მინდა რომ თქვა, მაგრამ ადამიანის ენერგეტიკაზე მოქმედებთ და ეგ შეიძლება გაკეთდეს ზოგადად იგივე უჯრედისგან, რომელიც არის დაავადებული. აჰა. აი კიბოს უჯრედი აი ამ კონკრეტულ შემთხვევაში რო აიღოთ და აი ამ პრინციპები დაამუშავოთ და დაუბრუნოთ იგივე პაციენტს, აუცილებლად შეაჩერებს აი ამ კიბოს ზრდას. ეგ კანონზომიერებები არის, ალბათ ამ თემებზე უფრო თქვათ პროფესიონალურად და უფრო მეცნიერად შეიძლება ვილაპარაკოთ კვანტურ ფიზიკის სპეციალისტებს, ვისაც ეს ინფორმაციას ფლობენ და მიხვდებიან რაზე ვლაპარაკობ. ისე ჩვენ მე მგონია დღეს ახალ დაუკავშირები აუცილებლად ბატონ თემურ ნაზარეშვილს იქნებ მოიცალოს და მოიწვიოთ ჩვენს გადაცემაში, იმიტომ რომ ძალიან სიამოვნებს მე და მაყურებელსაც თქვენი კამათი. ამ საკითხზე როცა ფიზიკოს, ბირთვული ფიზიკის სპეციალისტი, რომელიც თქვენ გადმოიყვანეთ ჩემ თვალწინ ამ ჩვენ გადაცემაში კვანტური ფიზიკის ასე ვთქვათ და ახლა მისთვის კვანტური ფიზიკა არის როგორც ყველაფერი ამ კაცისთვის. და ძალიან მინდა თქვენი კამათის მსმენა კიდევ ერთხელ ჩემს მაყურებელს საინტერესო იქნება. დიდი სიამოვნებით. აი ახლა ჩვენ გადავიდეთ ამ თემაზე. აი ნებისმიერი ადამიანი, ვისაც ზოგადად ყელის ტკივა, იქ რაღაც ანთებითი პროცესია, თავის ნერვისგან რო აკეთოს თავისთვის სამალი სხვას ეს არ მოუხდება და დალიოს, ეგრევე გადაუვლის ეს პრობლემა. თქვენი სწავლეთ ერთ-ერთ გერმანელ პატიმარზე, რომელსაც სწორედ ამის საშუალებით ასობით თვე გადაარჩინა საკონცერტო ბანაკში. ნუ ეგ კანონზომიერია, ისეთ ვინც მიხვდება რა პრინციპებია, ეგ შეიძლება გაკეთდეს ზოგადად ნებისმიერ თქვა შარდისგან, თავისი შარდისგან. თავის შარდისგან რო გააკეთოთ სამალი, ცოტა რთული გასაკეთებელია დრომი აქვს, უხდება ნუ პირველ რიგში ვინც არის დაავადებული შაქრით. ის რთავს აი მექანიზმებს, რომელიც რატომღაც გამოვიდა წყობიდან. აჰა. То есть რო დაამზადებთ და ეს შარდი მატარებელია ინფორმაციის
ხო, იმიტომ რომ მთელი ის გორმონალური სისტემა ექსლოფერი ისე თქვათ შლაკები, ჯუჭი ამ შარდში არის და შარდი თვითონ შეიცავს აი ამ ცუდ ინფორმაციას. მაგრამ მაგისგან რო აკეთებ აი ამ პრინციპით დავარქვათ წამალს, რო შედის იმავე ორგანიზმში, სხვას არ მოუხდება და აძლევს ორგანიზმი ხო საერთოდ თლიანი რაღაცა გარკვეული კომპიუტერია, ხო? თავისთავად. თან არც ერთი კომპიუტერი არასდროს ვერ აჯობებს ფუნქციას იგივე უჭირს. და კომპიუტერია და აი ამ კომპიუტერს აძლევს ტალღების საშუალებით ინფორმაციას, რომ აი ეს ორგანო გამოვიდა წყობიდან. თვითონ აი ეს კომპიუტერი ჩართავს დამცავ მექანიზმებს და ეცდება რომ გამოასწოროს ეს. სხვათა შორის, როცა ამ საკითხზე მე ვეცნობოდი სოციალურ ქსელში, აი ყველა ამ შეკითხების შემდეგ მოდიოდა თქვენ როგორც ექსპერტის პასუხი. და ძალიან გამეხარდა მამა რაფაელი თქვენი მეგობარი, რომელიც ასევე ასე ვთქვათ თქვენ კი არა სიმართლეს უჭერს ხარს. ვიცი მე თქვენ ურთიერთობებში ძალიან ესე ვთქვათ ბევრ ცნობილ ეკლესიის სახურთან კონტაქტები მქონდა მაქვს, ძალიან ბევრი მოდიან როგორც პაციენტები, მაგრამ რო ხედავ რომ ზოგადად აი ამ პიროვნებას აინტერესებს პრინციპები გომეოპათიური, რა პრინციპებით ლაპარაკობ, და ის რა პრინციპი შეიცავს ეს მეთოდი, ხედავ რომ ესმით შენი და აქეთ კიდე რაღაც გარკვეულ აუცილებლ ინფორმაციას გაძლევს აქეთ კიდე. მე პირველ რიგში მამა რაფაელს ალბათ დიდი მადლობა შემიძლია გადავუხადო და უხდი კიდევაც, რომ ჩვენი საუბრების მერე მე რაღაცა გარკვეული ჭეშმარიტ ინფორმაცია კი მომაწოდა და მე ცოტა სხვანაირად დავინახე აი ამ პრინციპის ზემოქმედება ორგანიზმზე და ვინ მართავს ამ პრინციპებს და აქედან გამომდინარე ეს არის ძალიან ღვთიური მეთოდი. ძალიან ღვთიური, იმიტომ რომ ჩვენ იმის გარდა რომ ჭეშმარიტობას ვუბრუნებთ პაციენტს, სხვა არაფერს, აი ამ ჭეშმარიტებას, რომელიც აი იმ ორგანიზმს რატომღაც დააკლდა და ვეღარ ფუნქციონირებს, რომ თვითონ ორგანიზმმა გამოასწოროს თავისი პრობლემა. ასე კიდევ ერთ შეკითხვა მექნება თქვენთან ეს მაყურებელმა დარეგამის შესახებ რა მოხდა. ერთ-ერთ წინა გადაცემაში, როცა საუბარი იყო თქვენზე, მაშინ თქვი ასეთი რამ ფრაზა, რომ ესე იგი თქვენი სახით საზოგადოება უყურეს პიროვნებას, რომლის თავშიც იმდენი რამეა მოხარშული, რომ მას შეუძლია ზოგიერთ ძლიერ სახელმწიფოს წამოაყჩოქოს თავისი ასე ვთქვათ ინტელექტით. თავისი ძალით. ახლა რამდენი რაღაცას გავეცანი მე და ბევრმა დასვა ასეთ შეკითხვა, რა მქონდა მხედველობაში და აი რა მქონდა მხედველობაში. ჩვენ თავის დროზე ტელეპორტაციაზე დავწერეთ წიგნი, ბატონ თემურნაზეიშვილთან ერთად. და იქ თქვენ ამოვით რომ შეგიძლიათ თქვენ რომ აი ერთმა კაცმა გიანაზრიშვა თავის გამოცდილებს რომ ზოგიერთი სახელმწიფოს მადა აღკვეთოს ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ. აგრესიული მადა. ამის თქვა ცოტა. ხო, სახიფათო. სახიფათოს არის, მაგრამ ეცეთ, მაგრამ ახლა თავარი საგო თქვენ ლაპარაკობთ მაშინ ვიბრაციას. და ახლა როგორც ირგება სწორედ ამ ვიბრაციის საშუალებით ხდება ისეთი რაღაცების გადატანა, რომელსაც არ წონა აქვს, არც ფერი აქვს, არც გემო აქვს. რომელსაც თავისუფლად შეუძლია, რომ ჩვენ პატარა სახელმწიფოს, რომელსაც ამდენი მტერი ხავს გარშემო, ამას სულ ამბობ, იცით რომ სულ ყველა ესე ვთქვათ ქვეყანა, ვისაც განვითარებული ქვეყანა, აი ამ მეთოდს მიყვება, რომ აი ესეთი ფაქტები გამოიყენოს ხვალზეგ თავისი თქვათ მართლობის დროს ეს ამ თქვათ ცხოვრების დროს და ჩვენც იგივე გზით უნდა ვიარეთ. თანაც თქვენებს გაკეთება შეგიძლიათ ყველგანი მსხვერპლის გარეშე. არც იმ მსხვერპლის გარეშე ვინ ჩვენ გვებდის და იმ მსხვერპლი და ჩვენ როდესაც აი ამ კანონზომიერებას მიხვდები და პრაქტიკაში ცდების სახით შეასრულებ რაღაცა გარკვეულ ცდებს და რო ხედავ რომ ეს ჭეშმარიტი ცდებია, რომელსაც ჭეშმარიტი შედეგები აქვს,
გამოდის რომ მაგის გამოყენება ამ პრინციპის შეიძლება ბევრ რაღაცაში მით უმეტეს ჩვენ მე თქვენს ბატონი თემური ცულიას ვავით რომ თუ ჩვენ როდესაც ლაბორატორია გვეღისა და გავაკეთებთ ამას ყველაფერს და დავიწყებთ ამ მეთოდით მუშაობას აუცილებლად იქ უნდა იყოს მართლმადიდებელი მამაო რომელიც ყველაფერ ამას ჩვენთან ერთად აზროვნებს თვალყურს რომ არ გაგვექცეს ხელი ასე რომ ვთქვათ იმისკენ ვის ყველას გვეშინია ჩემთან ხშირად მოდიან მონაზონები და ერთხელ ისეთი ქალბატონი იყო მონაზონი რომ დავილაპარაკეთ ჩახედული იყო ბიოლოგიაში და მე შევთავაზე მოდით მეთხარი და აი ამ მეთოდს გასწავლით რომ იმიტომ რომ არ ჭირდება ბევრ შემთხვევაში ეკემთან მისვლა შეგიძლია იქვე დაამზადოთ თავისთვის ან თქვა ვიღაცისთვის გვერდში ვინც არის წამალი და ისეთი თქვა პრობლემა რომელსაც ოპერაცია ჭირდება და რაღაცა სერიოზული საშუალებები ჩარევა არ დაჭირდება შეიძლება უმკურნალოს ეს ცისტიტი იქნება ხოლესიციტი იქნება იგივე ოსტეოხონდროზი იქნება სხვათა შორის მე თქვი შარზე რომ შაქრის დროს დიაბეტის დროს საკმაოდ კაი შედეგებს იძლევა გენიალურ შედეგებს იძლევა ოსტეოხონდროზის დროს გენიალურ შედეგებს და მაგის მეცნიერთა ახსნაც არ არის რთული უბრალოდ მეცნიერი უნდა იყოს ვისაც რო აუხსნი გაიგებს რაზე ელაპარაკი რას ცვლის ორგანიზმში რა ფუნქციას ასრულებს რა არის ზოგადად ოსტეოხონდროზი რატომ ჩდება იწყება ოსტეოხონდროზი რა იწვევს ამ ოსტეოხონდროზს და რო აუხსნი და რო იცის ეს პრინციპი საიდან იწყება და რატომ იწყება და რა აუხსნი რა ფუნქციას ასრულებს თქვა ეს შარდისგან დამზადებული წამალი რას აკეთებს და მეცნიერი მიხვდება რომ ეს ჭეშმარიტია იმის გარდა რომ თქვა პრაქტიკაზე ცდის და ნახავს შედეგს გააჩნია ერთი რა ორგანიზმს უნდა გქონდეს ბრძოლის უნარი თუ ბრძოლის უნარი ორგანიზმს აღარ აქვს შედეგი არ იქნება და თუ აქვს შედეგი ექნება გააჩნია რამდენად ძლიერია ორგანიზმი რამდენად ბრძოლის უნარი აქვს პროცენტულად ეს შედეგებიც ექნება ზოგიერთი 10% ზოგიერთი 30% და ზოგიერთი 100% შეიძლება იქონოს ძალიან კარგი ბატონო კიდევ ერთი რამ აქ ჩვენ ქონდა საუბარი წინაგაცემაში წიგნზე რომელიც გამოვიდა რომელიც ასე ვთქვათ დაეგზავნა ადრესატებს და ბევრი შეკითხვა შემოვიდა როგორ მიიღონ ეს წიგნი მე 122 წიგნი გავაგზავნე ასე ვთქვათ ელექტრონული ვერსია ვისაც სურვილი აქვთ შეგიძლიათ დაუკავშიროთ ჩვენ ტელევიზიას და ნებისმიერ თქვენგანს გამოგიზარდეთ მაგ PDF ვერსია ამის ქართული და ინგლისური რომელიც თქვენ გინებათ რომელიცაც გამოგიზარდეთ არაფერი პრობლემა არ არის ჩვენთან და მოგაწვით ბატონო ნებისმიერ თქვენს საჭირო დროს ბატონო გია კიდევ ერთ შეკითხვა მინდა დაგისვა ყველაფერი მასთან ერთად ესე იგი ჰომეოპათია არის რო ვთქვათ განუსაზღვრელი შეაძლოებები აქვს მაგრამ რამდენად ესე როგორ რამდენად კარგი შედეგია ჰომეოპათიას კლასიკურ მედიცინასთან ერთობლივად პროცენტულად პროცენტი იზრდება ჩვენ ახლა ძალიან ბევრი პაციენტი გვყავს ისაც დანიშნული აქვს რაღაცა გარკვეული ქიმიური და ვარქვათ ქიმიური საშუალება წამალი და პარალელურად ვაძლევ ჩვენ წამლებს და შედეგი უკეთესი აი ამის კითხვა მინდა და ხო ანუ ხელს არ უშლენ ერთმანეთს არავითარ შემთხვევაში იმას თავისი ფუნქცია აქვს ის ქიმიურ პროცესებს აძლიერებს ასაც ჩვენ არ უარყოფთ შემთხვევაში პრობლემა არ ხო გეუბნეთ სულ ეს თავისი მთავარია ზუსტად იყოს დანიშნული და თვილად არ იყოს დანიშნული ნუ ეს პრობლემა ჩვენს გვეხება ჩვენ შეიძლება წამალი არასწორი მივცეთ და ის საერთოდ არაფერი არ გამოიწვიოს ნუ ერთი უპირატესობა გვაქვს რომ ეს არაფერს უარყოფით არ იწვევს ორგანიზმში თეანტოდალი თელიგომეოპათია არაფერი პაციენტს არ მოუვა თელიგომეოპათია ეგ არის ეს უპირატესობა რომ ის შეიცავს ენერგეტიკას და აი ამ სხვადასხვა თქვა საშუალებას ადამიანი რომ მიიღოს ის გაივლის და თავის ყოლს აღარ მახსოვს მე თქვენ დაგირაგეთ ერთ პაციენტმა რომ შუშა შეთლიანთ ასე ვთქვათ ჩამოელია ხელში და რა მეშველებოდა
ცოტა უფრო სწრაფად ირბეთ, ვიდრე აქ დარბოეთ ეს იყო თქვენი პასუხი და ეცეთ მე მქონია შემთხვევები, როდესაც პაციენტი თქვათ დაიჭირეს მანქანით მიდიოდა და ჩემი წამალი ქონდა დალეული მთლიანად. და მე ვერ დაუმტკის. თქვენ ხო სპირტი ამზადეთ გასაგებია. სპირტზე ამზადეთ, რომ ეს არის გომეოპათიური დალევი წამლის მერე. მაგრამ ფაქტია, რომ იმ პაციენტს არაფერი მოუვიდა იმის გარდა, რომ პათვემა გააჩერა. თქვენ აღარ დააჯარინა. ასე ხიარულ ასე რომ ვთქვათ ნოტაზე ხიარულ დაამთავრო ჩვენ დღევანდელს მადლობა გადავხადოთ ჩვენ ტელემაყურებელს ეყოთ მოთმინებოდ ამდენ გვისმენდნენ და მოვიწვევთ შემდეგ გადაცემაში. დიდი მადლობა ჩვენთან ერთად და მინდა ვთქვა რომ ვისაც ექნება სურვილი ინტერესი მოგზანდით მოვნახავთ დროს და უფრო ღრმად აგიხსნით აი ამ პრინციპებს. მადლობა თქვენ. მადლობა მაყურებელს. აგაბზანდებთ. ქალაქში მართლაც შერეკილებივით დააქროლებდნენ ფაეტონებს. ძველი თბილისის მოუკირწყლავ და უხეიროდ ნაგებ ქუჩებზე შიდა საქალაქო ტრანსპორტის ფუნქციას ჯერ მეეტლეები და მეფაიტონეები ასრულებდნენ. შემდეგ კი ცხენის რკინიგზა, ეგრეთ წოდებული კონკა და ელექტრონის ტრამვაი. ჩანს, რომ ქაოსი და უწესრიგობა ამ სფეროს მუდამ თანსდევდა, რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტის კუთხით დღესაც იმავე პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე ვდგავართ. რის შესახებაც საუკუნეზე მეტი ხნის წინ წუხდნენ თბილისელები. ან კი სხვაგვარად როგორ იქნებოდა, როცა მეფაიტონეები ჩაისვამდნენ თუ არა მოკეიფე